ჯანდება გოგოებო, ასეთი მშრალი კანი რატომ აქვს? ხო, რაღაც დამემართა. გოგოებო, იმიტომ რომ ზედმეტ ტკბილს ვჭამთ. ხო, საკმარისად არ დავდივართ სილამაზის სალონში და არ ვიკეთებთ ნიღბებს. თუ არ მოვუარეთ კანს, მალე დავბერდებით. იცოდით? შეგიძლია წარმოიდგინო მაია, უკვე რაღაც დაგვემართა. გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება. შენც მშრალი კანი გაქვს? ჩვენ ძალიან. არა, გოგოებო. კარინა, აბა რა მოხდა? იჩხუბე მეგობართან? რამე პროდუქტი გჭირდება? არა, გოგოებო, უბრალოდ მჭირდება რომ ვიღაცამ შემანაცვლოს მაღაზიაში და მხოლოდ თქვენ გენდობით. რა, ჩვენ? ძალიან გვიხარია ამის მოსმენა, მაგრამ არ ვიცით როგორ ვიმუშაოთ. ხო, არასდროს გვიმუშავია. ძალიან მარტივია. მოდის მყიდველი, არჩევს ნიუტს, თქვენთან მოდის, გაძლევთ და გეუბნებათ და თქვენ უბრალოდ ფულს იღებთ. კარგი. აუ, არ ვიცი. ჩემთვის არ არის სახალისო. გოგოებო, იქნებ გავერთოთ. გთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც გინდათ. კარგი. კარინა, დაგვიჯერა, ყველაფერს გავყიდით ჩვენს მაღაზიაში. ხო, მოგეწონება. თავარია კარგი კლიენტები იყვნენ. მადლობა გოგოებო, ძალიან დამეხმარეთ. კოდი არის? ხო, 333 გავიგე. დიან, არ იყვირო. კარგი, აქ არავინაა. კარინა, მხოლოდ ჩვენ ვართ. კარგი გოგოებო, ახლა წავედი და თქვენც უნდა წახვიდეთ, რომ გააღოთ მაღაზია. გენიალური იდეა მაქვს. აბა გისმენთ. მოკლედ, ყველაფერს გავყიდით კარინას მაღაზიაში, ჩვენ ტანსაცმელებს ოღონდ. ძველებს. დიანა, გენიოსი ხარ. ხო, და ახლა ტანსაცმელებს ვიყიდით ამ ფულით. აბა გოგოებო, დავამშვიდობოთ ძველ ტანსაცმელებს? კი! გოგოებო, გამარჯობა, არადის დაალგება გადაწყვიტეთ? ისე კარგი იდეაა. გამარჯობა, არა მწვრთნელოები. ხო, ჩვენ ფასდაკლება გვაქვს. მოკლედ, კარინას მაღაზიაში ყველა ჩვენს ტანსაცმელს მივიტანთ და გავყიდით. თქვენც რამე თუ გაქვთ, წამოიღეთ, გავყიდოთ. აუ, გოგოებო, რა ჭკვიანები ხართ, მაგარი იდეაა. და მე ისე ეს ფული რაში უნდა დახარჯოთ? ახალ ტანსაცმელს ვიყიდით. გენიოსები არ ვართ? მოდით, მალე, ყველაფერი უნდა გაიყიდოს. გოგოებო, ქველმოქმედებაში რომ გადარიცხოთ, ეგ ფული არ გიფიქრიათ? ხო, მიტოვებული ცხოველების საჭმელებში. გოგოებო, ამაზე არ გვიფიქრია. კარგი, ჩვენ ფულს ქველმოქმედებაში დავხარჯავთ. თავარია რომ ყველაფერი გაიყიდოს. კარგი, მალე. გოგოებო, ისე ჩემ ძველ კოსტუმსაც მოვიტან. იქნებ ვიღაცა მიყიდოს. მასკოტ, რა მდგომარეობაშია ნანახი ყავს? ნორმალურია. და ისე რამდენიმე კარგი მაისურიც მაქვს. კარგი, აქ მოიტანე მასკოტ. ისედაც მაღაზიაში მივდივართ. ხო, უნდა ვიმუშაოთ. კარგი, ახლა დავბრუნდები. გოგოებო, რო რამე შემოგივლით მაღაზიაში. მადლობა მწვრთნელოები. მოკლედ გოგოებო, ახალი წლისთვის მოვიფიქრე რა უნდა ჩავიცვა. აი ესეთი ტანსაცმელი იქნება ბანისნაირი. რატომ ყვირი სოფი? ხო, ბანისნაირი, დიანას რომ აქვს. კარგი, მეც მომწონს ბანის ტანსაცმელი და არ ვიცი სად უყვეთავენ. უბრალოდ ვერაფრით ვერ ვიპოვე. ხო, მეც ვცადე მომეძებნა ტყავის ქვედა ბოლო და ვერ ვიპოვე. ხო, რთული საპონელია, ამიტომაც მე შევიკერავ. განიხილავთ ახალ წელს რა ჩაიცვათ? ჩვენ საუკეთესო გვექნება. ხო, ბანისნაირი კოსტუმები უნდა შევიკეროთ. ზუსტად. ბანისნაირი? თქვენ რა, ჩვენ გვისმენთ? ხო, ასე ჩუმად რატომ საუბრობთ? რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენც მოგწონს ბანის ტანსაცმელი. ხო, ჩვენც, ამიტომაც დიანასნაირი ვარდისფერი ზედა უნდა შევიკერო. მე ყვითელი მინდა დიანასნაირი, ძალიან მაგარია. ფოტოები ნახეთ ინსტაგრამზე? რა? ყვითელი? მე მექნება ყვითელი ფეხსაცმელი, ამიტომ დაივიწყე საერთოდ ყვითელი ფერი. გაიგე? ზალინა, შენ ყვითელი ფეხსაცმელი გექნება და მე ზედა. მომის მინე ჯული, ეგ შენთვის ზედმეტად ამოღებული არ არის? გოგოებო, ეს გაიგეთ? კი, ვნახეთ ჩვენ. მოკლედ გაოცებული ვარ. ვერაფერს ვერ იტყვი მშვიდად. ერთხელ ვახსენე რაღაც და უკვე აიკვიადეთ. ხო, თქვენით მოიფიქრეთ ეს იდეები. ხო, ყველაფერ ჩვენს ეს იმეორებთ, რა არის ეს? თუ რამე ჩვენნაირი იქნება, მწვანეში დაგფარავთ. გაიგეთ? თქვენ ვერ გვიბრძანებთ. არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე ყვითელში წარმომიდგენია ჩემი თავი, ძალიან კარგად გამოვიყურები, ალბათ. პიცა, რამის გაკეთებას არ აპირებ? ის რომელი კაბა ავარჩიო ახალი წლისთვის, ყვითელი თუ წითელი? პიცა, მოდი ჩვენ საქმეს მივხედოთ. შენ მხოლოდ კაბებზე ფიქრობ. ის დაგავიწყდა, მე გოგო ვარ და მიყვარს ასეთი რაღაცეები. ალბათ ყვითელს შევუყვეთავ, მაგრამ 23.000 იღირს. არ ვიცი ზუსტად. რა? ასეთი ძვირიანი კაბა რაში გჭირდება? ეს ახალი წლის კაბაა, ამიტომაც არის ასეთი ძვირი. მე ყველაზე ლამაზი ვიქნები. პიცა, მგონი ჯობია ისევე წინსაფარი გაიკეთო. მოდურიც არის, იაფიც და საქმესაც გააკეთებ.
კარგი, აი, სამის მოსმენა არ მინდა. მეგობრებო, გამარჯობა. რამე საჭმელი გააკეთეთ? მასწავლებელმა იქ სერიოზულად ამ წამს გავარიცხეთებშები და ისევ საჭმელი გინდათ. მასწავლებელმა იქ რას ფიქრობთ, ყვითელი კაბა მომიხდება? არა, პიცა, ეგ ფერი მხოლოდ მე მიხდება. აი, სარიო მთხოვ, ერთი სენდვიჩი გამიგეთებ. ვაჰ, მასწავლებელმა იქ როგორი მჭამელი ხართ. რა ვქნა ის, ზოგადად უფრო დიდი ვარ და უფრო დიდი პორციებიც მჭირდება. არ იქნება დიდი პორცია თქვენთვის, იმიტომ რომ თქვით რომ ყვითელი მხოლოდ თქვენ გიხდებათ, ეს უსამართლობაა. გაიგონეთ მასწავლებელმა იქ, თქვენთვის დიდი პორციები არა, მხოლოდ ერთი სენდვიჩი. კარგი ხო, ერთი სენდვიჩი, მაგრამ ორ მაგიყველით. პიცა. ერთი სენდვიჩი, ერთი ყველი. კარგი ხო, ერთი ჩვეულებრივი სენდვიჩი. გოგოებო, ძალიან მაგარი იდეა მოვიფიქრეთ, რომ გაგვეყიდა ჩვენი ნივთები. ხო, ძალიან მაგარია, გამყიდვალად რო გრძნობ თავს, ასე არასდროს გამიკეთებია. გოგოებო, მთავარია რომ კლიენტები ყავდეს. დამიჯერეთ ძალიან ბევრი იქნება, როცა ხალხი გაიგებს რომ ბანი აქ მუშაობს. ხო, ყველა აქ მოვა. კარგი, მე სალაროსთან ვიქნები და გახსოვდეთ გოგოებო, როცა კლიენტები მოვლენ, გაიღიმეთ. ყოველთვის გაიღიმეთ. ჩვენ ამას შევძლებთ. ისე მოდი ეს გადავაადგილოთ, რაღაც უცნაურია. ხო. გოგოებო, წარმოიდგინეთ კლიენტებს ისე ძალიან რომ მოვეწონთ, რომ მხოლოდ ჩვენგან მოუნდეთ ყიდვა და შემდეგ კარინას ვეტყვით. კარინა, ბოდიში, მაგრამ ჩვენ უფრო უყვარვართ ჩვენს მომხმარებლებს. დიანა, დარწმუნებული ვარ, შევუყვარდებით. კარგი, ახლა დავავალდოთ კლიენტებს. გოგოებო, მთავარია პირველი ჩვენი ნივთები შევთავაზოთ. ხო, რომ ბევრი რაღაც გავყიდოთ და შემდეგ საჭმელი ვუყიდოთ მიტოვებულ ცხოველებს. გოგოებო, უკვე საათს ნახევარი გავიდა და ერთი კლიენტიც არ მოსულა. ნეტა კარინას როგორ მოყავს აქ კლიენტები? აუ, არ ვიცი. იქნებ რაღაც დავწეროთ ჯგუფში? ხო, ზუსტად მარკეტინგი. კარგი, ჯგუფში დავწეროთ, გავხსნათ ჩათი. დიანა, მთავარია რომ თქვა, რომ ჩვენ ვყიდით რაღაცეებს. ძალიან დიდი ფასდაკლებით თან. ყველა მოვა ბანის ნივთების გამო. და ის, ვინც ყველაზე მეტს დახარჯავს, ბანის ჩანთას უფასოდ მიიღებს. მოგესალმებით ქალაქ გარეთ-ახლო, ჩვენ ვართ ბანის ჩრილდერები და ჩვენ ვყიდით ძალიან მაგარ ტანსაცმელს დიდი ფასდაკლებით. თავარია რომ მოხვიდეთ და ბანის ტანსაცმელები ნახევარ ფასად შეიძინოთ. ბანის ექსკლუზიური ნივთები გვაქვს და იჩქარეთ, იმიტომ რომ ყველაფერი თითქმის ამოიყიდა. კნოპა, რატომ ატყუებ? არ არის ეგ სიმართლე, მარკეტინგი დიანა. ყველას გელოდებით. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? დიანამ გამოაგზავნა რაღაც. მოდი არ მოусმინოთ. არა, იანა, მოვусმენთ. მოგესალმებით ქალაქ გარეთ-ახლო, ჩვენ ვართ ბანის ჩრილდერები. ჩვენს მაგარ ტანსაცმელებს ვყიდით დიდი ფასდაკლებით. მთავარია რომ მოხვიდეთ და ბანის ნივთები ნახევარ ფასად შეიძინოთ. ხო, ექსკლუზიური ბანის ნივთები გვაქვს და იჩქარეთ, თორემ ყველაფერი გაიყიდა. ყველას გელოდებით. როდის მერე ყიდის ბანი თავის ნივთებს? არ ვიცი, იანა და არ მადარდებს. არა, ლეილა, მივიდეთ, ძალიან მაგარი რაღაცები ექნებათ. იანა, არ მადარდებს. ნუ, ჩვენთვის ვიყიდოთ რამე. მართლა გინდა ბანის ნაცვამი ტანსაცმელი ჩაიცვა? მე არა, ამიტომ არაფერს არ ვიყიდი. ლეილა, გამომყევი და გვერდზე მედექი, მე ავარჩევ რამეს. იდეა მაქვს, მაგარი კლიენტები ვიქნებით და ბანის ვაწვალებთ ჩვენ გარშემო. ხომ გესმის? ლეილა, გენიოსი ხარ, მაგრამ მე მაინც ვიყიდი რამეს. იანა, რაც გინდა ის იყიდე. მე უბრალოდ ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ბანი ჩვენ მოგვემსახურება. კლიენტები მოვიდნენ. გამარჯობა ფეხბურთელებო. მოდით და არჩიეთ რაც გინდათ, რაც მოგეწონებათ. ძალიან კარგია რომ მოხვედით, მართლა. გამარჯობა ბანი, გავიგეთ რომ ფასდაკლება გაქვთ. ხო, ძალიან ბევრი რაღაცის ყიდვა გვინდა. მე მინდა ფუნთულო ფეხსაცმელი. ამ ფეხსაცმელებს ყიდი დიანა? კარგი. ეს არ იყიდება, მაგრამ სხვა რაც გინდათ, აიღეთ. გოგოებო, ამაზე რას ფიქრობთ? არც ისე კარგია ლორე. მადლობა, ძალიან კეთილები ხართ. გოგოებო, ნუდგახართ, მიდით რამე შესთავაზეთ. და შენ? რა, მე აქ ვიდგები და გავიღიმებ და შემდეგ კლიენტს დავავალდები. კარგი. გოგოებო, მომისმინეთ, რით დაგეხმაროთ, რის იყიდვა გინდათ, ქვედაბოლო, ჰუდი. არ ვიცით ჯერ, უბრალოდ ვნახავთ აქ რა არის. ნოპა, ჩემი ზომა ხარ? XXS-ი ჩაგეტევა. სხვა ხო, ყველაფერი წესით. გოგოებო, ეს ლორენ ძალიან მოგიხდა, ეს უნდა იყიდო. მართლა? ბანი ცუდ რჩევას ხომ არ მოგცემს, გეუბნები, იყიდე. ძალიან მოგიხდა. კარგი, მაშინ ვიყიდი. გოგოებო, მოდით და ჩაგილაგებთ ყველაფერს, რაც აარჩიეთ. კარგად, ბანი. ხშირად გვესტუმრეთ. გამარჯობა ბანის გოგოებო. მზად ხართ რომ ცუდ კლიენტებს მოემსახუროთ? ბიჭებო, რა ხდება? თქვენ ყოველთვის როგორ უნდა ჩხუბობდეთ? გონი ჯობია უბრალოდ რამე სპორტით დაკავდეთ. ჩვენ კალათბურთელები ვართ. კალათბურთელები ერთხელაც არ მინახია რომ სადმე გეთამაშათ.
ზოგადად სკოლაში ვთამაშობთ ხოლმე და აქ რო ვართ ვისვენებთ. და პოლიციელო ჯორჯ, თქვენ გამოჩენამდე ყველაფერი უკეთესად იყო. ხო, რა თქმა უნდა იქნებოდა. ჩემ გარეშე მარტივად შხუბობდით ლურჯსახში, მაგრამ ეს არ შეიძლება. ეს შხუბი არც არის, უბრალოდ ვერთობით. ხო, ვეტაკებით ერთმანეთს. ჯორჯ, შენ უბრალოდ არასრულად გაგვიგე. ხო, უბრალოდ ბევრი ენერგია გვაქვს და გვინდა დავხარჯოთ. ამას გართობას ეძახით, იმ ხელა კიბორჩხალად მაქცია შემეშინდა. ხო, შენ ძალიან საშიშ რაღაცებს აკეთებ ხოლმე. მეგობრებო, უბრალოდ ერთი ცუდი მოძრაობით შეიძლება ადამიანი სამუდამოდ დააზიანოთ. გესმით ჩემი? კარგი ჯორჯ, შეგიძლია მე მენდო. დღეიდან ყველაფერს გავაკონტროლებ. შენ კიდე შეგიძლია ვარდისფერ სახლში წახვიდეთ და გოგოებს მიხედო. იმათაც ჭირდებათ ყურადღება. ხო, ლორენი და ზალინა ყოველთვის შხუბობენ. დიმა მოიცა, ზალინას თავი დაანებე. და ჯორჯ, კოსტას უთხარი, რომ ჩვენ სხვადასხვა წონის კატეგორია ვართ. ხო, და ჩვენთან ჩვეულებრივად სპარინგობა უნდა. უბრალოდ მინდა რომ გავარჯიშოთ. ძალიან სუსტები ხართ. კარგი მეგობრებო, მე გაგაფრთხილეთ. მეტი ჩხუბი აღარ დავინახო. კარგი, გასაგებია. ბიჭებო, თქვენთან მოვედი. მაღაზიაში ფასტაკლება. ტომას შანსი მაქვს რომ ის ყვითელიზე დავიყიდო. ჯული, ახლა ამის დრო არ არის. აქ დაძაბულობაა. გამარჯობა პოლიციელო, შეიძლება ცოტა ხნით შეწყვიტოთ. ბროვასტი უნდა ვიყიდო ის ვარდისფერი მოსაცმელი. ჯიჯი, მაგარია, მაგრამ მეც მაგ პრობლემები ჯორჯის გამო. კალათბურთელებო, შეგიძლიათ გვასესხოთ, ბანია აქციას აწყობს. რაზე ლაპარაკობთ, რას ყიდიან? გოგოებო, პირდაპირ თქვით. კალათბურთელებო, ბანი დღეს მუშაობს მაღაზიაში და თავიანთ ნივთებს ყიდიან დიდი ფასტაკლებით. ვახ, აი ამიტომ არ ვარ გოგო. აბა შეგიძლიათ გვასესხოთ ფული ბროვასტი. ტომას, გთხოვეს, ჩემი შანსია. კოსტია, ჩვენ საერთო ბიუჯეტი გვაქვს და ახლა ის შენ გაქვს, შეგიძლია მომცე. ჩემს სიყვარულს სულად არ ვექცევი. პოლიციელო ჯორჯ, გაიწიეთ ხომ, ხედავთ როგორი შეყვარებულიც მყავს. ჯიჯი, მე ფული არ მაქვს. ძალიან ცუდი ბროვასტი. კარგი ჯული, წავიდეთ ვნახოთ, იქნებ ვალად მაინც მოგცენ რაღაცეები ბანიმ. ხო ვნახოთ, ტომას, ძუნწი ხარ, ძუნწი. მეგობრებო, გოგოების მაღაზიაში მინდა წასვლა. ხო, წავიდეთ. კარგი ჯორჯ, ყველაფერი გასაგებია. მეტი ჩხუბი აღარ იქნება. ლუზერებო, წესიერად მოიქეცით. კალათბურთელებო, იცოდეთ, გაგვირდებით. ლუზერებო, ლუზერებმაც ყველაფერი გაიგეს. ჩვენ მოჭუბარეები არ ვართ. ჯორჯ, კოსტა და მე პროფესიონალები ვართ და უბრალოდ ტექნიკებს ვხვეწავთ. ხო, ფეხბურთელები ვართ და კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ. მეგობრებო, უბრალოდ ვარჯიშზე უნდა ივარჯიშოთ და არა ლურჯსახში. ხო, გასაგებია. გამარჯობა ვირთხებო, ჩვენ ყველანაირ კლიენტს ვემსახურებით. ხო, ჩვენთვის ცუდი კლიენტები არ არსებობენ. გვიყვარს ყველა კლიენტი. მაგასაც ვნახავთ გოგოებო. ლეილა, ახლა წავალ და ვნახავ, შენც ნახე იქნებ რამე მოგეწონოს. გოგოებო, მგონი იანასთან და ლეილასთან ცოტა რთული იქნება, განსაკუთრებით ლეილასთან. უკვე მოვიდა და ტრაბახობს. ეს ფეხსაცმელები მომწონს, მინდა რომ გავისინჯო. გოგოებო, დაეხმარეთ ლეილას. ლეილა, ერთი წუთით. მოგიხმარებით ზომაზე. არა, მე მინდა რომ დიანა მომეხმაროს. დიანა, თავი ხელში აიყვანე. გინდა რომ დაეხმარო ცხოველებს. კარგი ლეილა, რა თქმა უნდა. ჩვენ მაშინ დიანას დავეხმარებით. უნდა შეგიკრა? არა, უბრალოდ ჩამაცვი. უბრალოდ ვოცნებობდი ამაზე. ხო, ოცნებები სრულდება დიანა. კარგი. აუ, ცოტა ცუდია. არა, მგონი უბრალოდ ჩემი ზომა არ არის. რას ამბობ დიანა? მე კონკიასნაირი ფეხი მაქვს, მიაწექი. გოგოებო, ყველაფერი ისეთი მაგარი, არც ვიცი რა ავირჩიო. და სხვათა შორის ფასები როგორია? ყველაფერი ძალიან იაფია. 50%-იანი ფასტაკლება идеალურ მდგომარეობაშია. იანა, მართლა აიღე ყველაფერი, ამაზე იაფა და ამაზე კარგს ვერსად ნახავ. ხო, ვიცი გოგოებო, ეს რა კარგია. თან ასეთი მსგავსი მაქვს. ლეილა, იქნებ შენს დამეხმარო და ფეხით მიაწვე. დიანა, აქ ევხეშებით კლიენტებს? არა ლეილა, რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ შენი ფეხი მთლად კონკიასნაირი არ არის. დიანა, კონკი არ ვარ, პრინცესა ვარ და ფრთხილად უნდა მომეპყრა, გაიგე? გოგოებო, 46 ზომისთვის რა ფეხსაცმელი გვაქვს? 46? ვაიმე. მოიცადე, იანა, შენ რა იცინი? დაგავიწყდა აქ რატომ მოვედით? ალბათ მხოლოდ ტანსაცმელები გაინტერესებს, არა? ხო, და ეს ტოპი ნახე რა მაგარია, გოგოებო, ჩამილაგეთ და კიდევ მოძებნი რაღაცეებს. ხო, ლეილა, იცი რა, დავიღალე, არ შემიძლია შენს ფეხს ვერ ვატევან ფეხსაცმელში. ეს ფეხსაცმელი 37-ია და შენ ალბათ 46 გაქვს ფეხი. ვიცოდი რომ საშინელი სერვისი იქნებოდა. კნოპა, მაია, ის წიგნი მომეცით, სადაც შემიძლია უკმაყოფილება გამოვხატო. რა, სიგიჟეა, იმის გამო რომ არ ჩაგეტია ფეხსაცმელი? ხო, ასეთია ლეილა, უყვარს რომ ტრაბახობს. კარგი ვირთხებო, მგონი ყველაფერი ცადეთ, რაც გინდოდათ, ახლა დროა რომ წახვიდეთ. არა, კიდევ ძალიან ბევრი რაღაც არის, რისი მოსინჯვაც მინდა. 2 საათი მაინც მჭირდება. წიგნი, ბანი. რომ იცოდე ლეილა, ამ წიგნში მხოლოდ კარგი რაღაცეები წერია და ცუდი მხოლოდ შენი იქნება. ხო, მშვენიერი გოგოებო, ეს ცუდი ეწერება თქვენზე მერე. კარგი, აიღე ლეილა. ისიამოვნე, გამომართვი.
გამოხატა შენი ბრაზი და კალამიც თუ შეიძლება. ვაიმე ეს რა მაგარია, გავგიჟდები. დიანა, ასეთი ქვედაბოლოც ხომ გქონდა, სად არის? იანა, მივდივართ. წარმატებები. იანა, წაიღე შენი შენაძენი. გოგოებო, მადლობა და მომწერთ კიდევ ფასტაკლება თუ გექნებათ რამეზე. თქვენი ერთგული კლიენტი ვარ, მართლა. იანა, მივდივართ. ხო, ლეილა. არ გეწყინოს. ყურადღება არ მიაქციო, კიდე მოვლენ. გოგოებო, გამარჯობა, სამსახური გაქვთ? გამარჯობა ბიჭებო, არა, კარინა შევცვალეთ. ხო, და უკვე ვიღაცამ გაგვინადგურა ხასიათი. ხო, წარმოიდგინეთ, ლეილა მოვიდა და ცუდად მოიქცა. ხო, უნდოდა რომ უპატარავისი ფეხსაცმელი ჩამეცვა მის უდიდეს ფეხზე. ხო, ლეილა ეგეთია. ისე ჩვენს გქონდა რაღაც პრობლემები. ხო, ჯორჯი გვეჭხობა ლურჯ სახლში. ხო, არაფერი არ შეგვიძლია. არც ხტუნვა, არც სირბილი, არც ხუმრობა, საერთოდ არაფერი. კარგი ბიჭებო, ახლა ალბათ დავხურავთ მაღაზიას, მადლობა რომ მოხვედით. ხო, გაგვამხიარულეთ როგორღაც. კალათბურთელებო, მასკოტი ხომ არ გინახავთ? ალბათ ვარდისფერ სახლშია და პოლიციელი ჯორჯის განიმალება. ყველაზე მეტად ეშინია. ხო, ჩემი მასკოტი ძლიერია. გოგოებო, ისე საღამოსთვის გაქვთ რამე გეგმა? სადმე ხوار გავიდეთ? ეს მაღაზია ხო მაინც უნდა დაიხუროს. კარგი იდეაა ბიჭებო, რატომ არ გავხალისდეთ? ლეილამ კი გაგვიფუჭა ხასიათი, მაგრამ მაინც. ხო, იქ რაღაც მაინც გავყიდეთ. იანა და ფეხბურთელი გოგოები მოვიდნენ. მაგარია. გამარჯობა ბანი, ჩვენთვის რამე გააქვთ? არა, ლუზერები მოვიდნენ. ლუზერებო, შეგიძლიათ თქვენით მოძებნოთ რაღაცაები. ხო, ცუდ კლიენტებს აღარ ვემსახურებით. ჩვენ კარგი კლიენტები ვართ. ხო, და მოგწონს ფასტაკლებები. ბანი, ფულის დასახარჯად მოვედით, ამიტომ ცოტა დრო დაგვითმეთ თუ შეიძლება. კარგი, ბიჭებო, კაფეში შეგხვდებით. გოგოებო, ჩვენ გელოდებით. წავლო დავეხმარები რაღაცის არჩევაში. ხო, გოგოებო, გახსოვდეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რაღაც უნდა გავყიდოთ. გასაგებია დიანა. მოკლედ გოგოებო, ჩემო მკერავმა მითხრა, რომ შეუძლია ზუსტად ისეთი ტანსაცმლის შეკრება, როგორიც დიანასაც სურათში. მართლა, რა მაგარია. ძალიან არ ნერვიულო, გადაგიხდი ფულს. ხო, მეც გადაგიხდი. ნეტავ ეს რა აქვთ ამათ? ლუზერებო, მოიცადეთ. რა, ბაყაყებო. სად იყავით? ამდენი რაღაცით რომ დაბრუნდით. ბანის მაღაზიაში იყავით? ბაყაყებო, ახლა უნდა მოусმინოთ გრუპს. ბანი იყიდ და რაღაცეებს. ძალიან იაფად, იმდენი რაღაც ვიყიდეთ. რა? რას გულისხმობ? წადით, წესით რაღაცეები დარჩათ გასაყიდი. არა, უკვე გვიანია და კეტილი იქნება მაღაზია. კარგი გოგოებო, წავიდეთ, ახლა მოვისინჯოთ ჩვენი ახალი ტანსაცმელი. არ დაგვაგვიანდება, წავიდეთ. ხო, იქნებ გზაში შევხვდეთ და გაგვიღონ მაღაზია და ყველაფერს ვიყიდით. მხოლოდ მე ავირჩევ პირველი რაღაცეებს. მე თქვენ გოგოებო, იმიტომ რომ ძალიან მინდა ერთი კონკრეტული ტანსაცმელი. კარგი, წავიდეთ. დიანა, აბა რამდენი ვიშოვეთ? 16,000 გამოდის სადღაც. ვაუ, რამდენი რაღაც გაგვიყიდია. ყოჩახ ჩვენ? არც ისე ბევრი. მეხუმრები მაია, ნახევარი ჩვენი გარდერობი გავყიდეთ. ხო, გოგოებო, ძალიან რთული ყოფილა გაყიდვებში მუშაობა. ხო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდი კლიენტები მოდიან შენთან. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. არ აქვს მნიშვნელობა გოგოებო, მთავარია რომ წესიერი ფული ვიშოვეთ და დავხარჯავთ ცხოველებზე. გოგოებო, გამარჯობა, როგორ ხართ? აბა კლიენტები ყავდათ? კარინა, კი, კლიენტები მოვიდნენ და ყველაფერი ჩვენი ტანსაცმელები გავყიდეთ. ერთი წამი რას გულისხმობთ თქვენი ტანსაცმელები? კარინა, ჩვენი ძველი ტანსაცმელები გამოვიტანეთ ჩვენს მაღაზიაში. ხო, და აი ეს ფული ვიშოვეთ და ქველმოქმედებაში უნდა დავხარჯოთ. ხო, საჭმელს ვიყიდით მიტოვებული ცხოველებისთვის. გოგოებო, სულ გააფრინეთ? ჩემი ტანსაცმელები უნდა გაგეყიდათ, თქვენი კი არა. კარინა, რა პრობლემაა? ამ ფულს კარგი რაღაცისთვის ვიყენებთ, ხო? ყველაფერი კარგად არის. თან არავის არ უნდა და შენი ტანსაცმელი, მხოლოდ ჩვენი. ერთადერთი რაღაც იმ წიგნში ერთი ცუდი ფიდბექი გვაქვს. რას გულისხმობთ ცუდი შეფასება? ისტორიული ლეილა მოვიდა და ყველაფერი გააფუჭა, ტრაბახობდა. გოგოებო, შოკში ვარ. რაც გთხოვეთ ის გაგიკეთებინათ. ყველაფერი კარგად არის, კარინა. არაფრის, ნებისმიერ დროს დაგეხმარებით. მაგრამ შენი კოლექცია უნდა შეცვალო. ხო, მადლობა გოგოებო. ძალიან კარგად ვიმუშავეთ გოგოებო, ახლა კალათბურთელები გველდებიან. კარგი ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. გოგოებო, გამოვიცვალოთ. ცუდი შეფასება ლეილასგან და სხვა კოლექცია. კარგი.